ადმინისტრაციას და საბჭოს გადაწყვეტილებით და არა თავსმოხვეული განათლების სამინისტროს მხრიდან. ამიტომ ძალიან ბევრი ხარვეზი არსებობს, რომლის გამოსწორება დღესვე აუცილებელია. და კიდევ ერთი თემა, ეს არის პროფესიული ტექნიკური განათლების მიღების შესაძლებლობა ჩვენს ახალგაზრდებისთვის. შეიძლება არ ჭირდება ადამიანს, რომ მიიღოს ინდა თუ არა იმ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ცხოვრების უმაღლესი განათლება, მას თქონდეს შესაძლებლობა დაუახლოს რაღაც ხელობას. შესაძლებლობა ჩვენ ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც თუ კი რამე ოდნავ მაინც კარგი კეთდება, ის რო არ დავაფასოთ, არ შევაფასოთ და არ უთხრათ მადლობა იმას, ვინც აკეთებს, მაგრამ მთლიანობაში განათლების სისტემის სერიოზული ძირფესვიანი რეფორმაა განსახორციელებელი, სასკოლო განათლება და უმაღლესი განათლების ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს, რომ სკოლა ამზადებს ბავშვს და უნდა ამზადებდეს შესაბამისად უმაღლესი განათლებისთვის, უმაღლესი განათლების მისაღებად. და რაც თავარია, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, სკოლა არის ის ადგილი, სადაც ადამიანი ყალიბდება მოქალაქედ. სადაც მას ქართული იდენტობა, სახელმწიფოებრივი იდენტობა უყალიბდება. და სწორედ ეს აქცენტები უნდა იყოს გაკეთებული განათლების სისტემის რეფორმირებისას. პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან ყოველი ჩვენ დაგანიშნოს ვინც ვარ სტუდენტებისთვის არის ის რომ ამ უმაღლესი განათლების დამთავრების შემდეგ ყოველთვის საკუთარი თავის რეალიზაცია, ანუ ჩვენი რეალიზაცია არის ის რომ ჩვენი შთაგონების წყალნი ვისმიერი სტუდენტის უნდა იყოს ის რომ უნდა გამოვადგეთ პირველ რიგში ჩვენს თავს, ჩვენს ოჯახებს და მერე ჩვენს ქვეყანას. ამისთვის საჭიროა რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეა რომ ყველა მისის როცა დაამთავროს უმაღლესი რა გზას უნდა დაადგეს და რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში. ამ ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია ჯერ მიხვდე რა უნდა გააკეთოს საერთოდ. და მერე დაადგე რაღაც ცხოვრებისეულ გზას, ხო? და გამოადგე. ქვეყანას რო გამოადგე მაგაზე არ არის საუბარი, უბრალოდ თავს რო გამოადგე და თავი ირჩინე. აი მაგასთან მინდოდა მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ვერ დავამთავრე უფრო სწორედ, იმიტომ რომ სტატუსი მაქვს შეშერებული თანხის გადაუხდელობის გამო. ისე ვირიცხები ჯავახიშვილში და მაინტერესებს არ მაგალითად რომ მოვახერხო ამის დამთავრება, ხო? და ვიქნები უმაღლესი დამთავრებული, ხომ ჭირდება რაღაც ჩემი თავის რეალიზაცია ბიზნესსა და მართვის ფაკულტეტზე ვსწავლობ. აი თქვენ რას პირდებით სტუდენტებს ან თუ გაქვთ ამ კონკრეტული გეგმა? პროექტში ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის რომ თქვენს და ძალიან დიდ ნაწილს ქართული საზოგადოების ესე ბევრ რამეზე გაუცრუდა იმედი. იმიტომ რომ ბევრი ყალბი ტყუილი დაპირებები იყო პრეზიდენტის მხრიდან, მთავრობის მხრიდან და საზოგადოებაში ეს ნიჰილიზმს ბადებს ძალიან მაღალს და ამის გამო მე ძალიან მწუხარ რომ თქვენს იმედგაცრუებული დარჩით იმ დაპირებებით. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად პირველ შეკითხვას უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვს. ჩემი აზრით 70%-ს მინიმუმ ეს კვლევა ალბათ ჩატარდება, მაგრამ მინიმუმ 70%-ს ჩვენი ახალგაზრდების. თან ახალგაზრდების, რომელსაც აქვს დიდი ნიჭი, იგივე საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკებთან ურთიერთობაში სახელმწიფო და განათლების სამინისტრო ისეთ პოლიტიკას აიყვანს, რომ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა სტუდენტური კრედიტი მიიღოს მრავალწლიანი დაბალი პროცენტით. მეორე, ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ახალგაზრდა არ აქვს მნიშვნელობა როგორი ოჯახიდან არის, რომ შესაძლებლობა არ აქვს. რა თქმა უნდა, თუ კი ამ თავის ასე ვთქვათ, აკადემიურ მოსწრებაში ეს გამოვლენილი იქნება, ის მიიღებს 70% და კიდევ მეტი მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაუფაროს უმაღლესი სასწავლო განათლება. ინფორმაციული აკუმულის არსებობიდან გამომდინარე მაქვს ბატონი რადიო დღესდღეობით ბევრია საუბარი იმაზე, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მძიმე სიტუაციაში იმყოფება მედია საშუალებები, იგივე დიჯიტალური მედია, ელექტრონული მედია და ტელემაუწყებლობა, ასე ვთქვათ. რომელიც ჩვენზე ახალგაზრდებზე მით უმეტეს ძალიან უარყოფითად დაისახება არასახავს იმ რეალობას, რომელიც არსებობს ქვეყანაში. მე პირადად როგორც ახალგაზრდა და ამ ქვეყნის მოქალაქე, ტელევიზიიდან ვღებულობ სულ სხვა ინფორმაციას, ვარ თითქოს აყვავებული ქვეყანაში და როდესაც გამოდივარ ტელევიზორის ეკრანს მოწდები, უკვე ხედავ იმ ათასობით გაჭირებულ ადამიანს, რომელსაც არაერთი პრობლემა აწუხებს დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში. მე მაინტერესებს ბატონი ირაკლი, თქვენ კონკრეტულად რა ხედვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება ეს პრობლემები აღმოერწყდეს? ბებია ჩემსაც რო ვნახულობ, გონია რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მოდის და ხალხი სხვას ეუბნება და დაბნეულია, ასე რომ მედია თავისა შვება და განსაკუთრებით 21 საუკუნეში. ეს არის მედიის საუკუნე. მაგრამ ამავე დროს ისე ვითარდება, რომ დარწმუნებული ვარ, უკვე აქ ვინც ხართ, ყველანი ხმარობთ ინტერნეტს, ხმარობთ Facebook-ს და ვერ იმალება მაინც სიმართლე.
ბებიაჩემი შორს არის ჯერ Facebook-იდან, მაგრამ დარწმუნებული ისე სწრაფად ვითარდება, რომ მასთანაც მიაღწევს. მაგრამ საშუალებები გაქვთ თქვენ, რომ სიმართლე გაიგოთ. მე ვარ ახალგაზრდა ადამიანი, როგორც ახალგაზრდების უმრავლესობა, მეც ვარ დაუსაქმებელი. სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ ისეთი რეჟიმი შექმნა, ისეთი სისტემა, სადაც საკვდებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არიან მაღალი თანამდებობის პირების ნათესავები. ან ისეთები, ვინც ღრმად ასრულებენ ამათ კანონო დავალებებს. ხელისუფლებამ ხალხი ჩაიყენა თავიანთ სამსახურში, ნაცვლად იმისა, რომ თვითონ ჩამდგარიყო ხალხის სამსახურში. რა თქმა უნდა და ახალგაზრდობა არის დაშინებული ყავთ პოლიციით და სხვა საშუალებებით, რათა თავიანთი აზრი თავისუფლად არ გამოთქვა. როდესაც ადამიანი მოქალაქე თავის ქვეყანაში ვერ პოულობს სამუშაო ადგილს. ყველაზე დიდი ინვესტიცია რაც მოდის ქვეყანაში, ფული რაც შემოდის, ეს ტყუილია სულ რომ ის ტრამპი ჩამოდის და ფულს ჩადებს ტრამპი და ეს კაპიკს არდებს. პირიქით ტრამპს იქით მისცეს ფული რომ ჩამოსულიყო და ფოტო გადაეღო აქ სააკაშვილს. ყველაზე დიდი ფული რაც შემოდის ეს არის დაახლოებით 1,3 მილიონი გადმორიცხვებით აქედან წასული ქართველების, რომლებიც ურიცხავენ ფულს საკუთარ ოჯახებს, საკუთარ ახლობლებს. ზოგი რუსეთიდან, ზოგი თურქეთიდან, ზოგი საბერძნეთიდან და ასე შემდეგ. ეს რას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან შრომის უნარიანი ხალხი, რომელიც უნდა დავაბრუნოთ და მოუხიბლოთ, რომ დაბრუნდნენ და აქ იმუშაონ მიწაზე, აქ იმუშაონ სოფლის მეურნეობაში, აქ იყვნენ მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებლები. მაგრამ ამას ხო პირობები ჭირდება. როდესაც თქვენ ახსენეთ ხა პოლიცია, რომელიც გაფაციცებულია, პოლიტიკური ნიშნით გასაგებია, რასაც აკეთებენ და ეს რაღაც ავტორიტარული, ტოტალიტარული ქვეყნის მაგალითია, როდესაც პოლიტიკურად განსხვავებული მოსაზრების გამო მე შეიძლება დღეს გამომიძებნონ რაღაცა ჩამსვან, როგორც არის მაგალითად დღეს რამდენიმე მაგალითია ხულორდავა არის ერთი ჩვენი წარმომადგენელი, მეორე ჩაჩიბაია, მესამე კიდე მახარაშვილი, გოდერძიშვილები. ეს ხდება. და ამიტომაც ვართ ამ პროტესტით პოლიტიკაში ჩაბმული. მაგრამ მეორე არის რომ ბიზნესის განვითარებასაც ხელს უშლის ესეთი სისტემა. იმიტომ რომ ვისაც კი მოეწონება რომლის საკუთრება, მიწები იქნება სოფლებიდან მარტული სოფლებში რამდენს გადავაწყდით 60 ჰექტარი, 64 ჰექტარი. იმ წუთში პოლიციას უშვებენ და იმ საკუთრების წართმევაზე მიდის საქმე. დღეს ჩემს უნივერსიტეტში სტუდენტთა უფლებები ირღვევა. სტუდენტებს გაუკითხვა დაწევრიანებენ ნაციონალურ მოძრაობაში, გაყავთ ღონისძიებებზე, აფინანსებენ ექსკურსიებს, რის შედეგადაც თავისთავად ხდებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევს ვინმე ბელა თოლორაია, მაგრამ ამაზე ხმამაღლად არ საუბრობენ. ხოლო სტუდენტები, რომლებიც მათ სიაშივე ხდებიან, არიან შეზღუდულები და მოკლებული არიან სტუდენტურ ცხოვრებას. ბატონო ირაკლი, მე მინდა გითხოთ, როგორ მოვახერხოთ ამ პრობლემის გადაჭრა? ძალიან დიდი უსამართლობაა ზოგადად ყველგან ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას თვითმმართველობებში და ყველგან ხარჯავენ მხოლოდ საკუთარი აქტივის დასაკმაყოფილებლად. ეს არის პრობლემა და არის და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ჩანაფიქრები სტუდენტების გასააქტიურებლად, დასაინტერესებლად, დამოუკიდებელი სტუდენტური გაერთიანებების და კავშირების წასახალისებლად. ამიტომ ამას სისტემური მიდგომა ჭირდება. კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ თუ კი პოლიტიკური ნება არ გაჩნდა ქვეყანაში, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, დეპოლიტიზირებული იყოს სტუდენტკავშირები, დეპოლიტიზირებული იყოს პოლიცია, ამის ერთ უნივერსიტეტში მოგვარება ვერ მოხერხდა. არჩევნებამდე ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ და ჩვენ უნდა ვიყოთ სტუდენტებთან ძალიან ღია, პირდაპირი და პრინციპული ჩვენი პოზიციების დაცვაში. ჩვენ უნდა უთხრათ, რომ ეს არის ჩვენი პროგრამა. იაზრონეთ, მოუწოდოთ, რომ იაზრონეთ არა მხოლოდ იმითი, თუ ვინ დღეს რას გირიცხავს. იაზროვნე იმითი, ხვალინდელი დღე შენი სად და რა შემთხვევაში იქნება უკეთესი. ამიტომ პროპაგანდისტული მუშაობა ჩვენი მხრიდან იქნება ჩასატარებელი. ჩვენ უნდა გავაცნოთ მათ და მიუტანოთ ჩვენი განათლების სისტემის რეფორმის ხედვა. და ოქტომბრის მერე, როდესაც ეს ბალანსი გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში უკვე და ხელისუფლებაში და პარლამენტში უკვე უმრავლესობით იქნება ჯანსაღი ძალა, მერე ბუნებრივია განათლების რეფორმის მთავარი ნაწილი იქნება, რომ სტუდენტკავშირები იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. მანამდე მოგვიწევს ბრძოლა.
თქვენი თაობა არის ყველაზე სწორად ორიენტირებული პოლიტიკაში, იმიტომ რომ თქვენ უყურებთ ეს რაც გამიკეთებს, აბა, რას გაუკეთებს სტუდენტს, რას გაუკეთებს მასწავლებლებს, რას გაუკეთებს ჩემ მშობელს, რომელიც უსაქმებელია, დარჩენილია და არა და პროფესიონალია. და ამიტომ მე არც უნდა აკადრო იმ ნაწილს ახალგაზრდების, ვინც დამოუკიდებელია და ასე თქვა, თავის შექმნა, რომ არა შენ ხმა მიეცი ან ნაციონალს, ან თავისუფალ დემოკრატს, ანუ კოალიციას, არა. უბრალოდ ყველას გააგებინოთ, ყველა მოვიდეს არჩევნებზე. ყველანი, იმიტომ რომ რამდენი ხმაც არ მივა არჩევნებზე. ჩათვალეთ, რომ ეს დააკალდება ცვლილებას. ჩათვალეთ, რომ ეს ხმა დააკდება იმ რეფორმებს, რაზეც ჩვენ დღეს აქ ვილაპარაკებთ. საერთოდ ესეთი რაღაცა არ ხდება რა, ეს არის უაზრობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ბინძური ხალხის მიერ არის დაგეგმილი პროვოკაცია, ბინძური ჩემს მიმართ და არც მიწის რა, ესეთი რაღაცები ბევრი იქნება ალბათ კიდევ ნაციონალურ მოძრაობას არ უჭერს იმდენად რომ ძალით ვინმე გააწევრიანოს და სამეგრელოში ჯერ ერთი და ჩვენი პარტია იწვის 1600 წელს